ისტორიაში პირველად პაციენტს გამაახალგაზრდავებელი ინექცია შეუყვანეს. ბიოტექნოლოგიური სტარტაპის LED Biosciences მეცნიერების აზრით, სიბერე გარდაუვალი ბუნებრივი პროცესი კი არა ჩვეულებრივი დაავადებაა, რომლის განკურნებაც შესაძლებელია. სწორედ ამ იდეით შექმნეს პრეპარატი, რომლის მიზანიც ორგანიზმის ბიოლოგიური საათის უკან გადაწევაა. It's really a very big moment for the human race. ფიქრობ ეს კაცობრიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ამჟამად სიკვდილი გარდაუვალია, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კი 79 წელია. თუმცა ახლა შევდივართ ეპოქაში, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება იმაზე მეტად გაიზარდოს, ვიდრე ჩვენს გონებას წარმოუდგენია. 100, 120, 130 წლამდეც კი. სადაც რაღაც მომენტში ვიტყვით, თუ ჩვენ ვართ პირველი თაობა, რომელიც არ მოკვდება. ახალი ინექცია ხელს უშლის ორგანიზმში დაბერებული, დაზიანებული უჯრედების დაგროვებას, რომლებიც იწვევენ ქსოვილების დეგენერაციას. ორგანიზმს ეხმარება გაიხსენოს ახალგაზრდობის მდგომარეობა და თავად დაიწყოს ჯანსაღი უჯრედების აღდგენა. დაბერების ძირეული მიზეზის აღმოფხვრით პრეპარატმა ავტომატურად უნდა შეაჩეროს ასაკთან დაკავშირებული სხვა დაავადებების განვითარება. თუ პირველმა კლინიკურმა ცდებმა წარმატებით ჩაიარა, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის 120 წლამდე გაზრდა სრულიად რეალისტური გახდება. ჰუმანოიდმა რობოტმა პემბამ ეკვადორში 6200 მეტრის სიმაღლის ვულკანი ჩიმბორასო დალაშქრა. ინჟინერებს სურთ დაამტკიცონ, რომ რობოტებს შეუძლიათ ექსტრემალურ გარემოში მუშაობა. სამომავლოდ ისინი დაცულ ტერიტორიებზე იპატრულირებენ და ეკოლოგიურ მონაცემებს შეაგროვებენ. მარტივ რელიეფზე რობოტი თავად დადიოდა, ციცაბო მონაკვეთებზე კი ის გუნდის წევრებს მიჰქონდათ. ექსტრემალური სიცივისგან დასაცავად პემბა სპეციალური თერმული ტანსაცმლით იყო აღჭურვილი. გუნდის მთავარი სამიზნე ევერესტზე 8000 მეტრის სიმაღლეზე რობოტის აყვანაა, თუმცა ეს ექსპედიცია დროებით გადაიდო. მიზეზი ისაა, რომ ნეპალის მთავრობას არ აქვს კანონი არა ადამიანი მთამსვლელების შესახებ. ჩვენ თანამშრომლობთ ნეპალის საუკეთესო ლოჯისტიკურ კომპანიასთან, რათა შევქმნათ პროექტის სამმაგი გვირგვინი. ჩვენ პემბას ამ ყველაზე მაღალ მთაზე მიგვყავს სიმაღლის 3 განსხვავებული განმარტების მიხედვით. დავიწყეთ ჩიმბორასოთი, დედამიწის ცენტრიდან ყველაზე დაშორებული წერტილით 6200 მეტრზე. შემდეგია მაუნა-კეა, ყველაზე მაღალი მთა მისი ფუძიდან, რომელიც წყლის ქვეშ იწყება და თითქმის 10000 მეტრის სიმაღლისაა და ბოლოს ევერესტი. იტალიურმა მოდის სახლმა პრადამ საზოგადოებას წარუდგინა სპეციალური სკაფანდრის შიდა სამოსი, რომელსაც NASA-ს ასტრონავტები მთვარეზე მისიის დროს ჩაიცვამენ. ამ ნაბიჯით კომპანია ცდილობს გახდეს პირველი მსხვილი ბრენდი, რომელიც კოსმოსურ ინდუსტრიაში საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს. ტანზე მომდგარი თხევადი გაგრილებისა და ვენტილაციის სამოსი სპეციფიკური ტექნოლოგიითაა დამზადებული. ტანსაცმლის სტრუქტურაში უშუალოდ არის ჩაქსოვილი სპეციალური სავენტილაციო მილები. ეს ციახლე პრადას მიერ 2024 წელს დაწყებული სტრატეგიის ნაწილია, როდესაც კომპანიამ პირველად წარადგინა 2028 წლის არტემის 4-ის მთვარეზე მისიისთვის განკუთვნილი სკაფანდრი. შერვუდის ტყეში 1200 წლის ისტორიული მუხა, რომელიც რობინ ჰუდის ლეგენდასთან არის დაკავშირებული გახმა. მუხის გახმობას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ. მათ შორისაა კლიმატური ცვლილებებიც, თუმცა გარემოს დამცველები ამბობენ, რომ მუხა ზედმეტმა სიყვარულმა დაღუპა. 2 საუკუნის განმავლობაში ხის უნიკალური ვარჯიშის სანახავად მისული ვიზიტორების უწყვეტმა ნაკადმა ნიადაგი იმდენად დატკეპნა, რომ ფესვებამდე წყალი ვეღარ აღწევდა. ხეები გვალვით გამოწვეულ სტრესს განიცდიან. ჯანმრთელი მცენარეც კი მწვავედ შეიგრძნობს ამ ხანგრძლივი მშრალი პერიოდების ზეწოლას. თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემა კომპლექსურია. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩვენ მისი ფესვთა სისტემის სასიცოცხლო ძალების მკვეთრი შემცირება დავაფიქსირეთ. ადგილობრივი გადმოცემების თანახმად, სწორედ ეს ხე წარმოადგენდა მე-13 საუკუნის ლეგენდარული ყაჩაღის რობინ ჰუდის მთავარ თავშესაფარს. გადმოცემის მიხედვით ის ნოტინგემის შერიფს ხელიდან ხშირ ვარჯში დამალვით უსხლტებოდა.